კახეთში ტურისტების რიცხვი შარშან ამ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. რა ინტერესებთ რეგიონში ვიზიტორებს, თემაზე ვცლად თელავის მერიის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფხოველიშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები, დაახლოებით რამდენი ვიზიტორი ეწვია მუნიციპალიტეტს? მოგესალმებით პირველ რიგში. სტატისტიკურ მონაცემებსაც შეეხება მოგეხსენებათ, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, ზოგადად კახეთსა და თელავის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი იწყება აპრილის დასაწყისიდან და გრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებამდე, გამორჩეულად დატვირთულად აქტიური სეზონი არის ივნისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე, ამიტომ სტატისტიკური მონაცემებით ნაადრევია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ამას შევამჩნევთ ჩვენ თვითონ სანახაობების ლოკაციებზე, შეგვხვდება ძალიან ბევრი ტურისტი ქუჩაში, საკმაოდ სიმრავლე არ აიღნიშნება, გასულ წელთან შედარებით საკმაოდ აქტიური სეზონია. რას უკავშირებთ, რომ შარშანდელთან შედარებით ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა? ალბათ უფრო პოპულარიზაცია, უკვე ეწყობა ინფრასტრუქტურაც, მოგეხსენებათ ხომ? ამ თვალსაზრისით, პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა. საინტერესო არის, როგორ ახდენთ პოპულარიზაციას? იცით რა არის, სარეკლამო ბროშურები, თვითონ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ტურისტული კომპანიების აქტივობებით აიღნიშნება ეს. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობენ და რა ობიექტები ზიდავთ განსაკუთრებით? უმეტესად ისეთ მოგზაურებს მასპინძლობთ ჩვენ, რომლებიცაც გადაადგილების მარშრუტის და განთავსებისას უყვების ობიექტები თავად შეარჩიეს და ამ პრობლემით ვაკითხავენ ჩვენ, ამიტომ იცით როგორ არის, ინფორმაციის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში თვითონ მნიშვნელოვნად არის შემცირებული მომართვიანობა არსებულ კონკრეტულ ძეგლებზე ინფორმაციის მისაღებად, ვინაიდან თელავში არაერთი ისეთი პროექტი განხორციელდა, რაც ტურისტებისათვის ქალაქის ისტორიული და კულტურული ძეგლები შევეცნება მეტად ამარტივებს, QR კოდებს გულისხმობ მე, განთავსებული ასევე საინფორმაციო დაფები და ჩვენთან გვაკითხავენ, ანუ ვიზიტორები ჩვენ ცენტრში ძირითადად ითხოვენ ინფორმაციას ღვინის ქარხნებზე და საოჯახო მარნებზე, აგრეთვე ინფორმაციას, რომლებიც მოიცავს ტურების დაგეგმვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგს და დიდ ინტერესს იწვევს ასევე ტურისტებისგან სალაშქრო საფეხმავლო ბილიკები, ეკო და სათაგადაზოლო ტურისტების მიმართულებები, ჩვენ კომპეტენტურ პირებთან ვამისამართებთ, ვაკავშირებთ და ასევე ხმარებით ტურისტებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად. ტურისტებში რამდენად პოპულარული არის თუშეთის მიმართულება? თუშეთის გზა ახალი გახსნილია, სულ რაღაც 2 კვირა არის, ინტერესი არის ნამდვილად მოგეხსენებათ და ეხლა უკვე ველოდებით ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც გაემგზავრებიან თუშეთის მიმართულებით. ასევე საინტერესოა, რა მოლოდინი გაქვთ წელს? მოლოდინი, როგორც უკვე აღნიშნეთ, 2025 წლის დღემდე, საკმაოდ სიმრავლით გამოირჩევა ტურისტების რაოდენობა და მოლოდინიც შესაბამისი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვიდრე 2024 წელს. რაც ძალიან დადებითად აისახება ეს თვითონ ტურიზმის ცენტრში სექტორში ჩართული ბიზნესის და თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტზე და სამუშაო ადგილებზე. ტურისტები მხოლოდ ერთი დღით სტუმრობენ მუნიციპალიტეტს, თუ რჩებიან კიდევაც რამდენიმე დღით, თუ გაქვთ ამის შესახებაც მონაცემები? კი, ამ გაყოვნების ხანგრძლივობა გაიზარდა, შესამჩნევად გაიზარდა, ეს აღნიშნეს ასევე განთავსების ობიექტების მფლობელებმაც, აი თუ თქვა ჩერდებოდა 1 ღამე ტურისტი 2 ღამე, თითქმის გაორმაგებულია, სრულიად 3-4 ღამე ეს განაპირობა ასევე უფრო მეტმა შეთავაზებებმა ტურების და სანახაობების კი. ტურისტებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით ღვინის მარნები იზიდავთ, ამ მხრივ თელავის თუ არის პოპულარული? ანალოგიური სიტუაცია, მინდა გითხრათ, იწყებენ როგორც ვთქვათ კულტურული ძეგლების მონახულებას, ასევე რა თქმა უნდა დიდი ქარხნების მონახულებას, როგორი წარმოება ღვინო და პატარა მცირე საოჯახო ტიპის მარნებზეა ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესი. რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი ინტერესი ასევე კვების ობიექტების. ეკლესია მონასტრებსაც თუ სტუმრობენ? რა თქმა უნდა, გრელი და ახალი მეშვიდე იყალთოს მონასტერი, იქეთ გრელი, ნეკრესი, ალავეთი კი, რა თქმა უნდა, და შერეულიანი ტური არის ასევე
ჩართული ღვინის და საფეხმავლო სალაშქრო ბილიკები გიოქის სისხლში ვამისამართებთ, შუამთაში მიდიან. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.